გამარჯობათ მეგობრებო, ახლა გამოვედი ერთი 10-5 არაც გამოვედი სახლიდან. შემომივიდა ახლა პირველი შეკვეთა და უდამბი ვაკეთო საფთან ახლოს არის და კიდე ცოტა სოფლისკენ უნდა გამწვიო. იმიტომ ავიღე ახლა ეს შეკვეთა დღეს მაინც ახლა შაბათია, შუა დღეა. პირველ რიგში კიდევ მინდა მეგობრებო გითხრათო ყველას ისურვებთ ხეირიან დღეს, ისეთ მგზავრებს რომლებიც ნერვებს არ მომიშლიან. შაბათი დღეა და იმედოვნებთ რომ კარგი მუშაობა გვექნება. შემთხვევაში ჩემ პირველ მგზავრებს ვიმეორებთ. Ale byłam. გამოვიდა ესე იგი 18 ზლოტიანი მოვიყვანეთ 5 კილომეტრი და 300 ზლოტი 305 კილომეტრი და 300 მეტრი და აქვე დაველოდები რომ ვარშავაში არ მინდა ძალიან წავიდე და სამი აქვე დავიდები ახლა იმედი გვაქვს რომ დღეს კარგი მუშაობა გვექნება მაგის მოგამით გამოდივართ ყოველთვის ზუსტად რომ მე ახლა ისე არ გამოდივარ რომ და მილიონებს ვიშოვი და რაღაც გამოდივარ გებრიელად ვშოულობ იმდენს ამდენიც ჭირდება და ტაქსაობით მილიონერი ადამიანი შეიძლება ვერ გახდეთ გააჩნია ყოველ შემთხვევაში რასაც გამოიწევი თანხას როგორ და რანაირად განაცლებ რომ შეიძლება კეთ გახდეთ მილიონერი არ არის გამოიწვია მაგრამ ჯერჯერობით მაგ ხერხს ვერ მივაგენი როგორ შეიძლება ტაქსაობით მილიონერი გახდეთ ნახოთ მეგობრებო რა იქნება დღევანდელ დღეს ვარშავა თავისუფალია საცობები ჯერჯერობით არ არის შაბათ და კვირა საცობები უმეტესად არის ხოლმე დაღამოს როდესაც ლომად ხალხი გამოდის ანუ საცობი არ ქვია მაგრამ მოძრაობა რა საკაიფო მოძრაობა არის ხოლმე საღამოს რა შაბათ კვირას და საცობებიც არის მაგრამ არის ვაგზლებზე აეროპორტში იმდენად არა მაგრამ აი ვაგზლებზე მაგალითად არის საკაიფო არის ხოლმე საცობები რომ ავტობუსების მოძრაობა არის დიდი, ანუ შესვლა გასვლა და მაგიტომაც ხდება ხოლმე იქნება მე საცობები ამ ვაგზლებზე რა მატარებლების ჩამოსვლები, გასვლები და ეგეთი რაღაცები და მაგიტო არის საცობები მე მაგალითად არ მაწუხებს ეგ საცობები იმიტომ რომ მასე ჩეკვეთაზე არ დავდივარ ანუ მასე ჩეკვეთაზე რა ვაფშე არ მივდივარ ვაგზლებზე და ეგეთ ადგილებში საერთოდ არ მივდივარ ჩეკვეთაზე. გადათხრილია მთელი ვარშავის ცენტრი გადათხრილია, მაგრამ ჩვენთან შედარებით ესენი მალე მაინც აკეთებენ, ამასაც და დრო მაინც იციან, როდის უნდა გააკეთონ. ის მაინც იციან, როდესაც სკოლები არ არის და ყველაფერი დაკეტილია და სამსახურები არ არის, მაშინ რო გააკეთონ და არა მაშინ, როდესაც ხალხი დილით ეჩქარება და მთელი უბანი რო არის გადაკეტილი და საწახვიდე რო არიცი და როგორ წახვიდე ის რო არიცი რომ მიხვიდე ბავშვი მიიყვანო რამენაირად სკოლამდე შეხედეთ ახლა გადაკეტილია მარცხენა ზოლი მაგრამ გახსნილია ლიანდაგები სადაც ტრამვაი დადის ანუ წესი ტრამვაის გზას აკეთებენ ნახევრამდე ტრამვაის გზა არის ღია მერე უკვე ტრასა არის ღია ანუ ის ადგილი არის ის მოაკვეთია დაგეტილი სადაც აკეთებენ და აკეთებენ მალე მუშაობენ და ეთყობა რომ მუშაობენ არ კეტავენ 2 წლით და 3 წლით უბანს ხელაუბანი გააკეთეს უკვე თითქმის მორჩენილები არიან ქვევით არის ესეთი უბანი ვილანოვი ქვია და გაიხანია უკვე აკეთებენ მაგრამ აკეთებენ არა ისე რომ მარტო ტრასა რო დააგო ანუ საფუძველიანად ქვევით მილების გაყვანიანად ზის დაგებიანად ანუ მან ტრამვაის გზა არ იყო, ტრამვაის გზაც გაიყვანეს ყველაფერი და სადღაც 2 წელია უკვე აკეთებენ, მაგრამ ისე იყო მაგ გზა დაკეტილი, რომ
რაც სათადარიგო გზები იყო, საიდანაც მისვლა, შესვლა, გასვლა, მგზავრის მიყვანა შეგეძლო. კი, საცობები იყო, იქიდან გამომდინარე, რომ ხელა ქუჩა იყო დაკეტილი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მთლიანად ქუჩაზე, ანუ მგზავრის მიყვანა ჩვეულებრივად შეგეძლო და დადიოდი გემრიელად მაინც. გემშვიდობისა მეგობრებო, კვირა საღამო არის, 7 საათია 8 დაიწყო უკვე. ახლა გამოვედი სამუშაოდ. გუშინ მაგარი ნერვები მომეშალა გუშინდელმა შაბათის მუშაობამ. მე არ მქონდა მუშაობა, ხებთან რო ვიყითხე, უმეტესად მაინც ვიღაცეებს ჰქონდათ მუშაობა და კარგად მუშაობდნენ. იყო კატეგორია, ვინც ჩემსავით იყო გაჩერებული და არ აძლევდა საერთოდ არ აძლევდა შეკვეთებს, ან თუ აძლევდა კიდე შორიდან აძლევდა და პატარებს. დიდი ხანი ვიყავი გარეთ, ძალიან დიდი ხანი ვიყავი და იმასთან შედარებით რაც მე გუშინ თანხა გავაკეთე, ეგ საერთოდ ანუ ძალიან დაბალი დონე არის, მით უმეტეს შაბათს. დღეს კვირა არის, ახლა გამოვედი, ძალიან გვიან გამოვედი, დღეს გამოვედი, კიდე რავი, ალბათ შაბათს როცა არ არის მუშაობა, უკვე კვირასაც იქ დღის განმავლობაში გამოსვლასაც რავი, ჩემი აზრით, საერთოდ აზრი არ აქვს მაგას რომ გამოხვიდე და რაღაცა გააკეთო და იმუშო. მაგიტომ გამოვედი საღამოს, რომ იქნებ ხალხი იყოს კიდე საღამოს გამოსული და რამე დღეს შეიძლება რამე დავიჭიროთ. იქნებ გუშინ 4 შეკვეთა ჩამიგდო დიდი და არც ერთი არ უნდა და იქნებ დღეს მაინც მომწეს რაღაცა და ვიღაცა მაინც წავიყვანო სადმე, რომ იქნება და რაღაცა უკეთესად გავაკეთო ვიდრე გუშინ. ახლა პირველ შეკვეთას ვაკეთებთ კვირა დღეს. ახლა არის 9-ის 7 წუთი. 8-ის 10 წუთზე გამოვედი და 1 საათია ვდგავარ და შეკვეთებს იძლევა სულ შორიდან. ახლა მივდივარ ისიც 900 მეტრში მივდივარ ახლა შეკვეთაზე. არის 12 ზლოტიანი, უნდა წევიყვანო 5 კილომეტრში. ანუ რა მინდა ესე იგი რო გითხრათ მეგობრებო, ეს სიტუაცია ახლა რაც ხდება ამ კვირაში, ესე არ არის. ყველა კვირას ეგრე არის. წლის განმავლობაში ჩავარდნილი კვირები, ჩავარდნილი დღეებიც არის, დღეებიც ხომ მით უმეტეს. არის ესე იგი, ჩავარდნილი დღეები არის მაშინ, როდესაც ეკლესიური დღესასწაულები აქვთ პოლონელებს. ჩავარდნილი კვირები არის მაშინ, როდესაც ხალხი გასული არის დასასვენებლად, ანუ ზამთრის მშობლებებში და ზაფხულის მშობლებებში. ახლა ზაფხულის მშობლებებში არიან დასული 2 კვირა, 3 კვირა, ესეთი ცოტა ჩავარდნილი მუშაობა იქნება. ჩავარდნილი თვეები არის უკვე ზამთარში. Добре. პირველი მგზავრის მოვიყვანეთ 5 კილომეტრი და 300 მეტრი და გამოვივიდა 10 ზლოტი და 63 გროში. სადაც შაბათს არ არის მუშაობა, იქა კვირას დიდს არაფერს არ უნდა მოელოდო, მაგრამ ყველაფერი ხდება. არ იცი რას და როგორ და რანაირად მოგცემს შეკვეთას. Paweł zamawiał, tak? Tak, Paweł zamawiał, wszystko się zgadza, na ulicę Nieboczyńską. ანუ ეგეთი შემთხვევებით ხდება, რომ სხვამ გამოიძახა ტაქსი, მაგრამ გამოუძახა სხვას. მითითებულია 2 ადამიანის სახელი. პირველი მითითებულია იმ ადამიანის სახელი, რომელიც უნდა ჩაისვა და იმას გიჩვენებს დიდად. და შემდეგ სანამ გადაუსვამ იმას ხელს თვით, რომ დაიწყო მოძრაობა, მანამდე ამოგიგდებს იმ ადამიანის სახელი აწერია ქვევით, ვინც გამოიძახა. ამ შემთხვევაში შეიძლება ის სახელიც გითხოთ, რომელიც ქვევით წერია, შემიძლია ზევით, რომელიც სახელიც არის გაფიცებული დიდად, ის სახელი გითხო და მეორე საერთოდ ორივე გითხოთ. ახლა ამ შემთხვევაში გითხარი ან მისი სახელით, ვისთვისაც იყო გამოძახებული და გითხარი მის სახელით ვინ გამოიძახა, იმიტომ რომ მაინც ყოველ შემთხვევისთვის რომ რამე შეცდომა არ მოხდეს, რომ ერთ და იგივე სახელი ახლა ზამბექს არის და სხვა არ ჩერდეს მაინც მანქანაში.
გზავით მოვიყვანეთ 17 ზლოტი და 72 გროში დაგვიჯინა ჩვენ 7 კილომეტრი მოყვანილმა მგზავრმა. ცუდი არ არის დიდი მუშაობა, მაგრამ იმედი მაქვს, რომ რამდენიც მომჭირდება და რამდენისთვისაც ვარ დღეს გამოწვეული, იმდენს მაინც გავაკეთე. ეს ახლა ერთი 200 ზლოტის რო ამოვაგდო, მაინც მშვენიერი იქნება, მით უმეტეს 8 საათზე ვარ გამოსული და 12 საათამდე რო გავაკეთო, ანუ 4 საათში სადაც 200 ზლოტამდე გავიყვანო. იქნება იდეალური. კვირისთვის ეგ იქნება ვაფშე იდეალური. წვიმა დაიწყო. შეიძლება რაღაცა მოხდეს ნორმალურად. მომატოს ცოტა იქნება რამე თარიფი. ნახოთ. ამ კვირაში როგორც ჩანს, ჩემს აპლიკაციას რაღაცა სჭირს. გამორთული არაფერი არ მაქვს, ყველაფერი ჩართულია. არ ვიცი, თქო ალგორითმიდან გამომდინარე, როგორც ითვლის არანაირად ითვლის, ამ კვირაში მე არ ვიმუშავა და სხვა მუშავა. წინა კვირებში მაგალითად მე ვიმუშავე კარგად. შეიძლება სხვა ვერ იმუშავა და ეს. სიმართლე გითხრათ, მეგობრებო, მე ეს კვირა დიდად, ანუ თავიდან კარგად, ნორმალურად დაიწყო. კარგად არ დაუწყე, ნორმალურად დაიწყო. ორშაბათს მე არ მიმუშავია, მუშაობა დავიწყე სამშაბათს. ვიმუშავე სამშაბათი. ანუ საათობრიობასთან დაკავშირებით მაგალითად რამდენი ხანი ვიყავი გარეთ და რამდენი საათის მომიწია მუშაობა. მაგასთან შედარებით ის თანხა მე რაც გამოვიმუშავე სამშაბათ დღეს, ოთხშაბათ დღეს. კარგი არისო, იყო ნორმალური, ასე საშუალო დონე იყო, არ იყო კარგი ნამდვილად. ანუ მე არ მამუშავა იტოპში ამ კვირაში, მე არ მამუშავა ნორმალურად რა. არ მომცა შეგვეთები. საერთოდ არა შეგვეთები მომცა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ის რაც გავაკეთე ცოტა იყო იმასთან შედარებით, რისი გაკეთება შეიძლება ხოლმე ერთად კვირის განმავლობაში. ანუ ჩავთვალოთ იმის ნახევარი მაქვს გაკეთებული, რაც შეიძლებოდა გაკეთებინა კვირის განმავლობაში. ახლა ჩემი გზავით მოვა და დავეშვებით ეგრევე სახლისკენ. ვიმუშავე ესე იგი ამ კვირაში სამშაბათი დღე ვიმუშავე, სამშაბათი, ოთხშაბათი ვიმუშავე. ორშაბათს არ მიმუშავია. ხუთშაბათსაც ანალოგიურად არ მიმუშავია. მე გამოვედი პარასკევსაც, პარასკევსაც დიდი არაფერი არ იყო. ანუ ჩემთვის არაფერი არ იყო დიდი. იმიტომ რომ პარასკევს უფრო მეტის გაკეთება შეიძლება. შაბათსაც ანალოგიურად, ბევრად მეტის გაკეთება შეიძლებოდა, მაგრამ არ გამოვიდა რაღაცნაირად. კარგად. ხო კიდე ვაკეთებ და გავხსნა. კვირა დღეც მაგარი ჩავარდნილი გვაქვს. აქ ბოლომგზავრი იყო, ამიტომ შევამოწმოთ ახლა. კაბები, არავის არაფერი არ დარჩენია და ავაცვათ ახლა სახლში. გარეთ ვართ 3 საათია და გავაკეთეთ ზუსტად 100 ზლოტი გვაქვს გაკეთებული 3 საათში. მუშაობა არ იყო. ანუ შეგვეთები იყო, მაგრამ ძალიან შორიდან იძულდა შეგვეთები. ახლა გადავხედოთ მთელი კვირის ნამუშევრებს. ესე იგი, ამ კვირაში 21 ივლისიდან, მაგრამ 21-ში ჩვენ არ ვიმუშავია, მუშაობა დავიწყეთ 22-ში. 22 ივლისიდან ვიმუშავეთ 22-ში, 23-ში, 24-ში არ ვიმუშავია, საქმეზე ვიყავი გასულა მარტო ერთი შეკვეთა გავაკეთეთ დღეს, პარასკევი, შაბათი და კვირა. ანუ 2 დღე ფაქტიურად ჩვენ არ ვიმუშავია, ვიმუშავეთ 5 დღე. ამ 5 დღის განმავლობაში, მთლიანობაში 5 დღე, მთელი 5 დღის განმავლობაში ონლაინ ვიყავით 54 საათი და 28 წუთი. გაკეთებული გვაქვს 79 შეკვეთა. მთლიანი თანხა გამომუშავებული ჩვენი მთლიანი თანხა არის 1727 ზლოტი და 26 გროში. ამ თანხაში ასევე ზის მეგობრებო 158 ზლოტი და 23 გროში ეს ნაღდი ანგარიშსწორება რაც ხონდა. ახლა 1727 ზლოტს რო გამოვაგოთ 158 ზლოტი, ჩვენ ესე იგი ბარათით გადახდები გვრჩება, ანუ 1580 ზლოტი ხდება. ამ 1500 ესე იგი მთელი კვირის განმავლობაში საწვავით რომ მკირდებოდა.
დიდი მუშაობა რახაც არის ხო, ბევრი საწვავი არ გამოგვიყენებია და ამ კვირაში ჩვენ დახარჯული გვაქვს 220 ზლოტი, 223 ზლოტი გვაქვს საწვავი ჩაცმული. შეება 1360 ზლოტი. ეს არის ის სულთა თანხა, სულთა მოგება, ანუ 1360 ზლოტი ამ კვირაში დაგვჭირდა ჩვენ სულთა მოგება. კიდევ ერთხელ გეტყვით მეგობრებო, ამ კვირაში ძალიან ჩემთვის და ანუ ეკონომ კლასზე მე ვმუშაობ ეკონომ კლასზე, მესამე თაობა პრიუსი და ძალიან ჩავარდნილი იყო ჩემთან, ჩემს აპლიკაციაში ძალიან ჩავარდნილი იყო მუშაობა. ვეხმიანებოდი მეგობრებსაც, კითხულობდი მაგათანაც, როგორი მუშაობა იყო, როგორ მუშაობდნენ. ხალხი მეუნებოდა, ზოგი მეუნებოდა იმას, რომ მაგათ კარგად ჰქონდათ მუშაობა, მაგრამ კატეგორია ხალხი არის, რომელიც მუშაობს კომფორტზე და მაგ კომფორტის შეკვეთებით გადის პლუსში. ის კატეგორია ხალხი, რომელიც მუშაობდა X-ზე, იყო კატეგორია, რომელიც დაჟე იმდენით არა აქვს დამუშავარი, რაფერიც მე ვიმუშავე. ზოგი კიდე ჩემზე უკეთესად აქვს დამუშავარი. ანუ მთლიანობაში რო გადახედო, ანუ ის კატეგორია ხალხი, რომელიც მუშაობდა კომფორტზე, იმას კი აქვს ჩემზე მეტი დამუშავარი, მაგრამ მაგისთვისაც ეს კვირა არ იყო კარგი, ანუ შედარებით წინა კვირებთან შედარებით ამ კვირაში ძალიან იყო ჩავარდნილი მუშაობა. ამიტომ მაგას ვერ გავსაზღვრავთ ამ კვირაში როგორ იქნება, მომავალ კვირაში როგორ იქნება და რამდენს ვიმუშავდებით. უბრალოდ ჩემი პლუსი ამ შემთხვევაში ის არის, რომ ვარ ჩემი მანქანით მუშაობ. ჩემი მანქანით, არავის არ მაქვს პირა გადასახადელი. გავდივარ მაშინ როცა მინდა სამუშაოდ, შემოდივარ მაშინ როცა მინდა გასვენება, ან ხედავ რომ არ არის კარგი მუშაობა და არ მიღირს ახლა. მე მაგალითად აი დღეს 100 ზლოტი გავაკეთე და გავლილმა 40 კილომეტრი, მეტი არ გამივია დღეს. 40 კილომეტრში გავიარე 100 ზლოტი, მაგრამ დროის ფაქტორში რომ 3 საათი ვიყავი გარეთ, 3 საათი ნახევარი თითქმის, მაგ დროში 100 ზლოტი არის ცოტა. ამით დავხურავ მეგობრებო, ესე იგი მე ამ კვირას ძალიან ცუდი კვირა გამომივიდა და ვიმედოვნებ და მერტყალ გნახოთ თქვენ ჩემს მაყურებელს, ვინც მე მიყურებ, ყველას გისურვებ. თუ წინა კვირა თქვენს ანალოგიურად არ ქონდათ კარგი, შემდეგი კვირა უკეთესი ყოფილიყოს ბევრად და ისეთი ყოფილიყოს, როგორც თქვენ გულს გაუხარდება და რამდენი თქვენ გინდათ, იმდენი გამოგემუშავებინოთ თან ისე რომ არ გეწვალოთ და იოლად და კარგი მგზავრობები ყოველდღე სულ. ის კატეგორია ხალხი, ვინც არ ახალ მაგალითად ჩამოსული გაინტერესებთ უყურებთ როგორ მიდის მუშაობები, გეტყვით იმას, რომ ხან ისეა, ხან ასეა, მაგრამ უმეტესად მაინც არის კარგი მუშაობა. მუშაობა ტაქსზე ყოველთვის არის, გინდა ეკონომზე იმუშავე, გინდა კომფორტზე, გინდა იმაზე, მაგრამ რა თქმა უნდა ყველაფერს თავისი შედარება აქვს და მაგ შედარებასაც უკვე მალე გადავიზრდი კომფორტის მანქანაზე და მაგ ინფორმაციებსაც ყველაფერს მოგაწვევ. ასე რომ მეგობრებო, დიდი მადლობა რომ მიყურებთ, რომ გულს შემატკივრობთ, გამოიწერეთ ჩემი არხი, მოიწერეთ კომენტარები რა გაინტერესებთ, დაალაიქეთ და შევხვდებით შემდეგ კვირაში.